თვითონ დაბადების რუკა ქვეყნის არის საკმაოდ რთული. მაგალითად, სახელისუფლებო გუნდი, რომელ პლანეტასაც აჩვენებს, სულ მუდმივ რყევებში არის ეს პლანეტა. შესაბამისად, გვაქვს ტენდენცია, რომ ხელისუფლებას აქვს სულ კრიზისები. აჯანყება, ურანი არის ჩართული და ჩვენთან არის ხალხის უკმაყოფილება მუდმივად და იქ არის ნეპტუნი, რო არ ვიცით ზოგჯერ სად მიდივართ, რა ხედვა აქვს ქვეყანას, მყარად რო არ დგას, სიმყარე რო აკლია თვითონ სახელისუფლებო გუნდს, ვინც არ უნდა იყოს თავრობაში, ამაზე არის აქ ლაპარაკი. შემდეგი მნიშვნელოვანი კომბინაცია გვაქვს შავი მთვარის. მაგალითად, შულდოსანში რო ყავს შავი მთვარე. შულდოსანი არის ჩვენთან უცხოეთი. ან უცხოეთელებთან რაღაცნაირად ან ვერ ვალაგებთ ურთიერთობას. ან თვითონ ღირებულებათა კრიზისი გვაქვს შინაგანი, ან რომ უნდა გადმადიდოთ უცხოელები, ან პირიქით უნდა დავანგრიოთ, ესე რომ ვთქვათ. თუნდაც ის რომ უმეტესობა ქვეყნიდან გასული არის საზღვარგარეთ, ესე შავი მთვარის ენერგია არის. დაღმავალი კარმული კვანძი მე-12 სახლი ეს არის ძალიან ადვილად მორწმუნე ადამიანები. ყველაფრის რო ჯერათ, დაპირებების რო ჯერათ მაგალითად, მიამიტი საზოგადოების ნაწილი შეიძლება გყავდეს, ხო? და ესეც გვიჩანს რუკაში, რომ ჩვენ ენა უნდა გადავერთოთ პრაგმატიზმზე. ანუ დავინახავ, დავიჯერებ. გამოვცდი, ეს არ მუშაობს, მოდი სხვა სისტემა მოვძებნოთ. ღმერთთან უკვე ლოგიკით უნდა მიხვიდე, არა ბრმად, არა ფანატიზმით. ეს მარტივად რო ვთქვათ და კი ლოცვაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პლუს სხვა რაღაცებიც უნდა აკეთო. ანუ გაჭედილები ვართ მანდ რა.